ოშკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი მდებარეობს ტაოში, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. თორთომის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე სოფელ ჩემლიამათში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში. საქართველოში იყო 4 დიდი საკათედრო ტაძარი: სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი და ოშკი. ოშკი ამ 4-თაგან ყველაზე ძველია. ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ამშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე მესამე კურაპალატის შვილები, ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი, იგივე დავით მესამე დიდი კურაპალატი. მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა, მთელი გვიანის შუა საუკუნეები ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ν. სარგისიანმა მოინახულა 1853-1853 წლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 16 თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი. ტაძარი 1036 წელს მოხატულა ჯოჯიკ პატრიკიოზის ხარჯით, თუმცა ფრესკების ძალიან მცირედია შემორჩენილი და ისიც შებღალულია. ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია, რომელიც თარიღდება 978 წლით და იგი ამჟამად ათონის მთაზეა დაცული.